Ჩვენ რა თქმა უნდა იცით რომ დიდრებით სტირიან. ველური გული სულ სხვანაირად ზგერს და კასანდრას ყველაფერი კარგად ექნება. იცით ექიმი ჰაუსის IMDb-ის რეიტინგი და ელოდებით სამეფო კარის თამაშების ახალ სეზონს. ზეპირად იცით დები ღლონტების ლექსიკა და სხვისი ცოლებისა და ქმრების ისტორიები. რა თქმა უნდა არც იჩერდეს გამოტოვებთ და მალე თურქული დრამის ბევრ ეპიზოდს სიამოვნებით ნახავთ ჩვენი ეთერიდან. მაგრამ ვფიქრობთ ბევრ საინტერესო აქამდე უცნობ ფაქტს მოისმენთ ჩვენს გადაცემაში. მრავალსერიანი პრაიმ შოუს ახალი ეპიზოდი. ნახეთ და გაიგეთ, როგორ კეთდება სერიალები. რატომ იწვევს მიჯაჭვულობას და რა გავლენები აქვს მაყურებელზე. ეს პრაიმ შოუა. მე დედა შენი ვარ. ძალიან ბევრი მონაწილეობის სახეობა. აღმოჩნდა რომ თითქმის ყველა სერიალი ვიცით ყველამ, ხო? არა, ეხლა ისეთი სერიალები იყო, რაც რეალურად კლასიკა იყო. დინასტია სერია შეესაბამება კუზანოვას, ხო ფიქრობდი რა. შენ ეძებ ირაკლის შეესაბამება ისა, მე რა შევესაბამება? ნინი კასანდრა. კასანდრა ვერ გავიგე. ნუ მე სანტა ბარბარა. სანტა ბარბარა. რა იყო მთავარი მიზეზი, ვთქვათ, რომ ეს სერიალები ესეთი პოპულარული იყო? პირველი ჩემი სერიალი, რასაც უყურებდი, იყო იზაურა, რომელსაც მითარგმნიდა ბებია ჩემი, ნუ რუსულად გადიოდა და მე არ ვიცოდი 3 წლის ასაკში რანაირად მეცოდი 4 წლის მახსოვს იზაურა, მაგრამ შემდეგ უკვე აი კასანდრა და იმების დროს შუქი რო არ იყო, ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, მე ესე მგონია ყველა ადამიანის. 3 წლის ასაკში ბებია იზაურა სატო გითარგმნიდა. აი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო. საკავშირის ბოლო წლები იყო არსებობის და პრინციპში აი ესეთი მრავალსერიანი დასავლური, არა რუსული, უცხოური ფილმი ძალიან უცხო იყო მაყურებლისთვის. უცხოურ ფილმზე არის თუ სერიალი, ზოგადად სერიალს ასავად განსაკუთრებული ის. უფრო დიდი ვიყავი ახლა მაგ დროს მე 10-11 კლასში ვსწავლობდი, რომელიც იზაურას დროს და შესაბამისად მახსოვს რომ არც ვიცოდით რომ ამდენი სერია იყო და უცებ გაგრძელდა რაღაცა 27-28 და რო გამოაცხადეს 200 რაღაცა ეს ჩემს გაოცებას მახსოვს საზღვარი არ ქონდა და თან რა სასწაულია ძალიან ლამაზად მეჩვენებოდა ეს იზაურა. ის როგორც არის ნაჩვენები მათი ცხოვრება, ხო, რაღაც კუთხით მაყურებელს ალბათ აძლევს იმის საშუალებას, რომ გადაერთოს რაღაც თავისი ყოველდღიური პრობლემებიდან. ხო არა რაღაც პარალელურ სამყაროში გაზი არისო, არაფერი არისო და არა ეხლა ძალიან აქტუალურია, ხო, მაგრამ მაშინ ტოტალური დეფიციტის პირობები იყო, ტოტალური დეფიციტის და ეს უცხო ქვეყნის აი ესეთი არჩევანი ნაკლები. ხო, ნუ საბჭოთა კავშირში არიღებდნენ. მაგრამ სერიალი ძირითადად უყურებენ გმირების გამო რა. ეხლა არის ძალიან განსხვავებული რომელიღაც სერიალის ხვანი უნდა ხოსე იგნასი. არა და ხოსე იგნასიოს წინ გამოწეული ყბა ქონდა და ჩები არ კი და მე რო გამოიწიო მე რა მე ხოსე იგნასიოს ყბა. უფრო შედარებით ხარისხიანი სერიალები იყო, როდესაც შემოვიდა უკვე ბრაზილიური სერიალი. იქ იყო მართლა ძალიან ლამაზი მსახიობები იყვნენ, იყო ძალიან ლამაზი სახლები, ლოკაციები და ნუ ძალიან კარგი საყურებელი. მაგრამ ჩემთვის მაინც ლიდერებში რჩება დინასტია, თუნდაც გენიალური ჯოან კოლინზის სწავლობი. ამასობაში მე მინდა გითხრათ რომ ახალი სპონსორი შემოვიდა ჩვენს გადაცემაში. ხო და ძალიან მომწონს შეფუთვა. შენ იმიტომ მოგწონს რომ ეს კლუბური ცხოვრების თან ლამაზი და ძალიან ლამაზი. იცი მე ფაქტურა მომწონს. ძალიან მენანება გასახსნა. ფათაშორის უნიკალურია და პირველად ხდება ზოგადად ჩვენ გადაცემაში ხდება პირველად თან ზაფხულისთვის მგონია რომ მოსახერხებელია, იმიტომ რომ ბორჯომი ჩვენ ეროვნული საგანგულია ვფიქრობ და ესეთი ლითონის ფილაშიც მოვათავსეთ. მოდით მე მოვიწევ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ეს არის ექიმი და ტელეწამყვანი ბატონი ოთარ ტატიშვილი. ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. მოკლედ გაგიკვირდებათ და ეს უტას ხილაზეა ჩვენი სტუმარი. ყველასთვის კარგად ცნობილი ვასიკო ოდიშვილი. ასევე მსახიობი ბაჩო კაჯაია. თოთვიოსაუთ მსახიობი გოგა ბარბაკაძე. მსახიობი და ჩემი ჯგუფელი ეკა დემეტრაძე. მსახიობი ტელეწამყვანი ლელა მეგურიშვილი არის ჩვენი სტუმარი. კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე. მსახიობი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბატონი დიმა ჯაია. მსახიობი მომღერალი ეკა კახიანი. თეატრი მწოდნე ნიკა წულუკიძე. მსახიობი ჯანო იზორია. ნუცა ბუზალაძეა ჩვენი სტუმარი.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე. სპეციალური მოწვევით. მაინტერესებს, უყურებ თუ არა სერიალებს? სხვა შორის ინგლისურ სერიალებს უფრო ხშირად უყურებ ხოლმე, მაგრამ აი თურქული სერიალი იყო, Muhteşem Yüzyıl ესე ქვია, დიდებული საუკუნე, რასაც აი მართლა პირველი სერიიდან ბოლომდე ვუყურებდი და აი გაგრძელებასაც უყურებ ახლა. იმდენად საინტერესოა, აი ძალიან მაგარი სერიალია მართლა და მიიღებდი მონაწილეობას. კი. მე ვიცი რომ შენ რომ ნუცამ ესე იგი იქ გაარკვია რაღაცა კასტინგი ტარდება თუ არ ვცდები ერთ-ერთ სერიალზე და ნუცამ უნდა ჩავიდეს და მიიღოს ამ კასტინგზე. ნუცა იყო მათ შორის მომსწრე თუ რას ნიშნავს იყოს სერიალის მსახიობი თურქეთში, რამდენად დიდი როლი ენიჭება მაგას და რამდენად შეიძლება ითქვას მიუღწეველი ადამიანები არიან რა, ძალიან ბევრისთვის, ანუ ჩვენც კი გაგვიჭირდა, იმიტომ რომ წინასწარ ქონდა შეთანხმებული რომ ჩავდიოდით ჩასაწერად, იმდენად ესე ვთქვათ, შორს არიან მედიისგან და იმდენად იშვიათად იძლევიან ინტერვიუებს და იმდენად დიდი მასისთვის არიან ფანები, რომ ჩვენთან ძალიან გაკვირვებული ვიყავით. ბახუტასთან გადავიდეთ, მე მგონი კითხვით კონკურენციის და მიუხედავად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან პატივსაცემია ნებისმიერი შემოქმედებითი გუნდი, რომელიც ქმნის ძალიან ღირებულ პროდუქტს. ანუ შენ მაყურებელმა მოდი ესე ვთქვათ, გაგიცნო ჩემი ცოლის დაქალებიდან. შეიძლება შეადარო ცხოვრების შენი ის ნაწილი, რომელიც პირობითად იყო მაშინ, როცა იყავი სერიალის ნაწილი და რამდენად გაგიჭირდა ზოგადად წამოსვლა და რამდენად გაგიჭირდა ტრანსფორმაცია. მოგესალმებით პირველ რიგში, ხო, მართლა ნაწილი იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინე ყოველ დღე ერთი და იგივე პერსონაჟზე მუშაობ და ახლობით 3 წელი რა, უკვე მართლა ნაწილი გახდა ჩემი ცხოვრების და ცოტა რაღაც რუტინაში გადავიდა რა უკვე ეს ყველაფერი. რაც შეეხება შედარებას, ნუ ეს მაინც მიმზიდველია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა პროდუქტი იქმნება დღეს საქართველოში და მით უმეტეს ისეთი, სადაც შეგიძლია რომ შენი საქმე გააკეთო რა და ეს იყო ის საქმე რაც მე მიყვარს და მსახიობი ვარ და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. მაინტერესებს, როდესაც ხარ ესეთი წარმატებული სერიალის წარმატებული მთავარი გმირი ერთ-ერთი, ან რამდენად რთული არის მაყურებლისთვის აღიქვას რა, ანუ როგორც უკვე რაღაც სხვა გმირი, ხო არ გეჩვევიან ძალიან თუთა მოგეხმარება თუ რა. მაგას ბიჭო წესიერად უპასუხო ის მაინც. შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაც კარგად ნათამაშები როლი, მე ცოტა არ იყოს ცუდ სამსახურს უწევს მსახიობს რა, იმიტომ რომ გიჭირს მე დისტანცირდე, შეიძლება შენ თვითონ დისტანცირდე, მაგრამ მაყურებლის თვალში ხო გიჭირსო დისტანცირდე. ალბათ ხშირად უფრო სერიალი ცოტნეთი მოგმართავენ ხოლმე თუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ ესეა, მაგრამ იმ პერიოდში კი იყო ხოლმე. და ეგეთი მაგალითები ყოფილა, რომ სერიალში ჩანდა ამ ჩემი პერსონაჟის ნომერი და მე ეს ნომერი იყო ჩვენი მემონტაჟის და იმ ნომერზე რეკავდნენ ტიპები რა. დუტა, მაინტერესებს რომ მქონდა შემოთავაზება აი კინოში, ისეთი ეპიზოდური, მაგრამ ის საინტერესო კინოში ეპიზოდურ კარგ როლზე და მრავალ სერიალში რომ მქონდეს ესეთი როლზე, თავარ გმირის როლზე, რომელზე დათანხმდებოდი, ანუ ეპიზოდურ როლზე კინოში. ფილმში მოკლე როლზე პატარა ეპიზოდზე. რატომ? მირჩევნია და იმიტომ ანუ ფინანსური კუთხით ხო არ მაინტერესებს ფინანსური კუთხე ზაზახ ხო და ამტკიცა ფაჩულია რომ ფინანსურს არ აქვს თავარი დანიშნულება. ანუ გულწრფელად ამბობ ახლა ამას რომ კინოში გულწრფელად ვამბობ ამას. ისე რომ კინო გირჩევს საერთოდ უფულოდაც ვთანხმდები ბატონ ერმალოს სხვათა შორის აგერ თამაშზე. ბელგიაში მომიწია წასვლა პატარა ეპიზოდურ როლში, მაგრამ ესეთ ფილმი გამოდის Iron Sky 2 და ამაში იქნები მივიღებ მონაწილეობას. დიახ. ბატონო ერმალო. რა სიახლეებია თქვენთან გითხარით სერიალის გადაღებას ხომ არ აპირებთ შემთხვევით? როდესაც ჩვენ ხალხს ვერ ვაძლევთ ვერაფერს. ხალხი მშიერია ისედაც და სულიერადაც და იდეოლოგიურადაც. ვერ ვაძლევთ ვერც კინოს, ვერც თეატრს. მუსიკა არის კი ბატონო და სპორტი სათათე. ამ ფონზე უკვე დაიპყრო ამ სერიალებმა თელი საქართველო. ჯერ ავბედითი 25 კადრი. რასაც მინდა ადამიანს იმას გავაკეთებიებ. ადამიანს მოწონს ეს დიდრული სახლები, ლამაზი გოგონები, მოკლეკაბიანი ანდილოსნები, ბიჭები და იმ დონეზეა უკვე ზომბირებული მაპატიას ისწრაფის რომ აი რომედის ეკრანზე უკვე 3 გმირის დავა ხო? მეოთხე მიდის ქართველი ქალი და ერევა კამათში.
და დავობს და ეშუღება უკვე. ამ დონეზე დაარის დასული. ამას ჩვენ თუ არ დავუდექით წინ ეს დავლეკავს. აქ ლაპარაკი არ არის ქართულ სერიალებზე. მაგრამ ბატონო ერმალდო არის ხარისხიანი სერიალებიც. ყველაში დევს რაღაც ბატონო ანდრე. თქვენ კატეგორიულად ეწინააღმდეგებით საერთოდ სერიალების არსებობს, ან სერიალები არ უნდა არსებობდეს? უნდა არსებობდეს სერიალები, როგორ არა? მაგრამ უნდა არსებობდეს ჩვენი ეროვნული, ქართული. თქვენ რომელი ქართული სერიალი? ქართული სერიალი? არსეთი. კარგით, თავად როგორც რეჟისორი აი რა ტიპის სერიალს გადაიღებს? არსეთნაირ სერიალს გადავიღებ. არა, ხო? არსეთნაირ. აი, მაგალითად ძალიან დიდი დაფინანსება წამოვიდა თქვენთან სერიალზე. აი, რაღაცა ერთი არა, ბატონო, არ მივიღებ. არ მივიღებ მონაწილეობას, არა. ეკას მინდა ვკითხო, ეკა შენი როლი ძალიან შთამბეჭდავი იყო ხელოვნურ სუნთქვაში, ძალიან ესე თქვა, ბევრი ფანი ყავდა. მაგ სერიალში და შენ ცხოვრება როგორ შეცვალა ზოგადად მაგ სერიალმა? სერიალები ზოგადად ცვლის, რა თქმა უნდა, შენ ცხოვრებას, იმიტომ რომ აი როგორც ბახუტამ თქვა ერთი და იგივე პერსონაჟზე მუშაობ, ძალიან ანუ ეს გრძელდება დიდი ხანი, ეს არ არის ფილმი, რომ ვთქვათ ერთი თვე ან ორი თვე იმუშაო და დასრულდეს. ეს ხდება შენი ყოველდღიური ცხოვრება და სულ ეკრანზე ხარ, სულ გიყურებს მაყურებელი და ისინი აღგიქვამენ როგორც თავიანთი ოჯახის წევრად და ეს რა თქმა უნდა რადიკალურად ცვლის შენ ცხოვრებას და რაც შეეხება ხელოვნურ სუნთქვას, იმ თვალსაზრისით შეცვალა, რომ საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ უცებ ან ჩემი ცოლის დაქალებიდან უცბად მომიწია სულ სხვა პერსონაჟის თამაში და ეს ცოტა რთულიც იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოვიდა და საინტერესოც იყო, არ გამოუწვევია ამას ის, რომ ანუ არ არევია მაყურებელს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ის არის თუ რაღაც ანუ ნატაშკა თამუნა თუ რაღაც ეს არ ყოფილა. მსახიობისთვის ბევრად უფრო მომგებიანია პოპულარიზაციის თვალსაზრისით სერიალში თამაში, თუ რაც არ უნდა გრანდიოზული ფილმი იყოს ერთჯერადად გამოსული ან თეატრში დადგმებში მონაწილეობა. Ну თეატრი პოპულარიზაციის თვალსაზრისით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, რაც არ უნდა სამწუხაროდ. ფინანსური თვალსაზრისით ალბათ სამწუხაროდ. ხო, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ და სამწუხაროდ. რაც შეეხება სერიალს, ну პოპულარიზაციას უფრო მეტად სერიალი აკეთებს, არა მარტო საქართველოში, ეს უკვე მთელ მსოფლიოში ასე ხდება, იმიტომ რომ წამოვიდა სერიალების ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ ვარ სერიალების მოყვარული ადამიანი, ისეთი ხარისხის სერიალები კეთდება უკვე, რომ მეც კი დავიწყე ძალიან აქტიურად ყურება და ძალიან საინტერესოა. თუ არა ჩვენი ერთ დღეს მომენტი, როდესაც უკვე ყველა ფილმი მიიღებს სერიალის სახეს, იმიტომ რომ აქტიორისთვის მე ამას ვხედავ, რომ ეს შესაძლებელია, რომ მოხდეს მივესალმებით ამ საზოგადოებას და რა თქმა უნდა წამყვანებს და სხვათა შორის მე წინააღმდეგი არ ვარ. იმიტომ რომ თუ ისეთი ხარისხის სერიალები გაკეთდება, მაგალითად როგორც არის True Detective, მაგალითად როგორც არის Fargo, დამეთანხმება აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომ ასეთი სერიალები სერიალს ვერ აღვიქვავ, იმიტომ რომ ერთ მთლიან ამბათ აღვიქვავ და სულაც არ არის გამაღიზიანებელი პირიქით, კიდე შეიძლება გაცილებით მეტი დეტალის ასე ვთქვათ, შემოტანა იქ და პლუს მსახიობისთვის კიდე უფრო მეტად კარგად გაშლათ მისი როლის. ამიტომ ეს მსახიობთა დასაქმების კუთხითაც სცენარისტები ყველა საქმდება, მუდმივ რეჟიმში გამოდის. ცხადია, რა თქმა უნდა, დროშიც უფრო ასე ვთქვათ, უფრო დიდხნიანი პროექტი გამოდის და არა მაგალითად მარტო ერთი ფილმის გადაღება, სიტყვაზე სრულმეტრაჟიანი ფილმის და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს. მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რასაკეთებ. ყველანაირი გამოცდილება უნდა მიიღოს მსახიობმა და დარწმუნებული ვარ, არა მარტო ფინანსურად, არამედ სუფთა გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. აი, შენ ერთ პირველ სიტკომში გაქნა თამაშები, რომელიც იყო ძილის წინ. კონდა ბედნიერება. თვითონ ამ სერიალმა რამდენად მოგცა ბიძგი შენს საეთერო სატელევიზიო კარიერაში. და სამწუხაროდ დიდხანს არ ვიყავი, ხან მოკლე იყო. მე კონსტანტინე ჩიტუნავას თამაშობდი და ლელა დეკანოსიძე მიყვარდა ძლიერ დედათქვენზე აკეთილო საუბარი. კონსტანტინე ჩიტუნავა. ჩიტუნავა ასეთი ვიყავი. ლელა დეკანოსიძე ახსენე და ეს იყო პირველი მეგონი. მოდი მე ვილაპარაკე დედაზე, ხო შენ გამოგივა ისეთი. პირველი ლაპარაკე, მაგრამ პირველი იყო სახლის ძველობაში და მე მგონი ძილის. ლელა დეკანოსიძე იყო ფიგურა, რომელიც უცებ იმდენად ესეთი აფეთქდა ეს ჩანჩქერი წამოვიდა რაღაც შადრევანი რომ აი ყველა მიაჯაჭვა ტელეეკრანს ლელა დეკალოსიძის ტექსტებით, სიტყვებით, ინტონაციით საუბრობდა ყველა თბილისში. თავს ხომ არ იკავებ ხშირად ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების აღსრულება დაოკებებისაგან, ა? იცოდეთ ეგეთი რამნები არ გაუბედოთ ლელა დეკანოსიძეს, თორემ ჩემი ხელი დავასაჭურისებ გიო ცერცვაძეს. მე ძალიან მიყვარს სერიალები და აი მუშაობა სერიალებში, იმიტომ რომ თავი რომ მოიკლა თეატრში, აი მთელი ცხოვრება
შეწირო აი ერთი გამოჩენა სერიალში არის სასწაული ამბავი. იმიტომ რომ მე ხა ბავშვობიდან არ მაქვს პოპულარობას უსენაზე ვიყავი, თეატრში მუშაობდი თუმანიშვილს, მაგრამ უცებ მოხდა საოცრება სერიალში, რომელსაც არ ველოდი, ისე შემთხვევით შევიარე, ბასაპოცხიშვილმა დამიძახა და იქვე დაიბადა პერსონაჟი, რომელსაც აი მართლა დილას რო გავიღვიძე, მართლა საოცრება ხდებოდა. ეხლა წარმატებული არტისტები არიან და იციან ეს რას ნიშნავს. ერთ დღეს რო იღვიძებ და საოცრება რო ხდება. ძირითადად თამაშობ ესეთ კომედიური ჟანრის სერიალებში, სიტკომებში და ძალიან მიყვარს მუშაობა და აი ძიება ამ სახასიათო როლებს. ძალიან საინტერესოა ვიღაცისგან მეტყველების მანერას იღებ, ვიღაცისგან პლასტიკას იღებ, ჩაცმულობას და ეს ქალი რაღაცა მთლიანობაში ყოველთვის ძალიან ნაცნობი ტიპი იყო, ესეთი პროვინციული, ამბიციური, ყველა საქმის გამკეთებელი, მინისტრთან დარეკავდა, პრეზიდენტთან დარეკავდა და ხო, რაც მთავარია ეს რბილილურად ქართველებისთვის ეს ლუკი არ იყო მეგრული, ეს ხო ლელა დეკანოსიძე იყო რა და რამე ფრაზას თუ გაიხსენებ ეკა იმ ფრაზას მე გაკეთდა ესეთი TV show ლელა show იყო და მოგესალმებით ჩემო ტკბილო მრავალტანჯულო მეცხრე ბლოკა ფეთქებულო საქართველოს თქვენი ლელა დეკანოსიძე და რეპიც ქონდა ერთხელ ნინი და ნეკა მოიგონეს ადელი დელა დავწერეთ და მე ძალიან კარგია ეკა უცნაური რაღაცა ჩვენ მივედით ნუ ოთარ შამათავა ჩვენი მეგობარი გავერთოთ რა საღამოთიო გავერთოთ რითი გავერთოთ მედია ჩახავა ეკა გურანდა გაბუნია მე მალხაზ ქრივიშვილი გოგოლა კალანდაძე იმე და კახია ეს საოცარი ადამიანები მართლა საოცარი ადამიანები და გავერთოთო რა კი ბატონო გავერთოთ მართლა იყო შემთხვევები რომ გადაღების დროს ისეთ რაღაცა მოხდებოდა რომ 6 საათი ვიღებდით ესე იგი მოვიდოდა ის მომენტი რომ ამას გადავაბიჯოთ აგვიწყდება ყველას ხალხარი ვერ ვაბიჯებთ ამას აი ასე 2 საათი შესვენება 3 საათი შემდეგ ვიღებდით რაღაც ეპიზოდებს მაგრამ ერთი უცნაური რაღაცა აქვს ტელევიზიას ოთარი მირეკავს კინოთეატრის საქართველო იციო მე უთხარი ვიცი თუ ძმა ხარ ახლა მოდიო შვა დღეა არ გვაგადაღება გავქანდი ტაქსი თუ მაშინ მაგარ ამყავდა მე ვედი შეხედე რა არისო ვიღაცას პროფილაქტიკა აუშენები რა წითელი ასოები ტატარიკაც მე მივედი და უთხარი ამ გას გამოიხედე ბიჭო მე უთხარი მე გვირგვინი არ მომიხსნია სცენაზე ყველა მეფე მაგრამ თამაშები არ აუშავს ისე რაღა ტოტორიკა მიაწერე ამას უთხარი აი ტელევიზიას აქვს იცით აი უცბად ხანდახან შეურაცხყოფელად მიგზნიათ ამის მასებზეა ფული უნდა მოგეთხოვათ ამაში არა რა უცნაური რაღაცა აი ეკა რო ამბობს აბსოლუტურად ვეთანხმები იმიტომ რომ მისმა გმირმა მე მინახე ადამიანები ასე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს როგორც ეკალაპარაკობდნენ რა სხვა სერიალებზე რა სიტყვით აი რაც გადის ეთერში მაგალითად თურქულში რა მომწონს გეტყვით ქართული სკოლა იქ ეს ყველა მსახიობები ვინც თურქულში თამაშობენ ყველა ქართველების გაზრდილია თუ ამერიკა ასე ამბობს არა დაიჯეროთ ეგ არის რობიკო სტორუას სკოლა რომელიც მან ჩამოაყალიბა იქ ამის შემდეგ ლალი ნიკოლაძე ზურაბ სიხარულიძე ეს ადამიანები აი მათი გაზრდილია ყველა მაგათი გაზრდილია ამაში მე შახედული ვარ და ვიცი ინდურ სერიალებზე რას გვეუბნები ინდურ სერიალები არ მომწონს ისე აი გულწრფელად გამონებით რაღაცა ნამეტანი მარაზმია იმიტომ რომ რაღაცა თუმცა ეკითხო ძალიან ხშირად ხდება იმიტომ რომ ინდურ სერიალებს აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი ძალიან ბევრ არხზე და ქონდა სადანო აი ახსნა რა შეიძლება მოუძენოს იმიტომ რომ ტელევიზიისთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხვა არ გაქვს მე თუ უყურებ ქართულ სერიალებს მე სხვა სერიალს ნამდვილად არ უყურებ ასე რომ ჩვენ ქართველები არავის წოლს არ უდევთ მე მინდა გითხრათ რომ მართლა ვაბო გულწრფელად რომ ძალიან და მაშინ არის საქართველოში დღეს ის წარმოება იმდენი სერიალი კეთდება რომ აი ვთქვათ სიტყვაზე ვიძახი ექსპორტზე გავიტანოთ იმიტომ რომ თურქეთი როგორც ვახსენე ევროპაში არის მეორე ყველაზე დიდი ექსპორტიორი სერიალების ფინანსები რა დღეშია ჩვენი სტუდია რა დღეშია კინოსტუდია რა
გენიალური რეჟისორების გენიალური ფილმები. ხო, თუმცა მოთხოვნა უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ წარმოება შესაძლებელი არის. მე მაინც მეგონა რომ აგორდებოდა ჩემი ცოლის დაქალების შემდეგ რაღაც ბუმი იქნებოდა მეგონა, მაგრამ არც ისე არ არის. ხოლიაზეთ ხომ არ კეთდება თქვა ის სერიალები რაც არის საქართველოში, ხომ არ არის აი უშუალოდ აწყობილი ქართულ მენტალობაზე, რომელიც თუნდაც ის იუმორი ან ის რაღაც თქვა ეპიზოდური მომენტები რაც არის ნაჩვენები, მხოლოდ ქართველისთვის არის გასაგები და მაგიტო არ ჩდება თქვა სხვა ქვეყნებიდან ამაზე მოთხოვნა. მე მიგიხვდით რასაც ლაბარაკობს, მაგრამ ერთ რაღაცას მოუყვები და ყველაფერი გასაგები იქნება, თავის ადგილზე დაждდება ყველაფერი. მე ესტონეთში უყურე ცისფერმთებს. აი როგორ ხალხში იცით? აი ძალიან ცნობილი ვიღებდი იქ ფილმში და ძალიან ცნობილ ადამიანებმა მიკი ვერდა ესენი ძალიან ცნობილი ხალხი დაждდნენ. იქ ხო იცით სიყვარულზე არა ლაბარაკი. იქ ლაბარაკია მხოლოდ. ცისფერმით გამიკვირდა მეთქი რატო უჩვენებენ ამას? ნუ ძალიან პრესტიჟულ ადგილას უჩვენეს. 10 წუთი იყო აბსოლუტური სიჩუმე. 10 წუთის შემდეგ დაიხოცა ხალხი. ანუ გაიგეს კი არა, გასულ სასწაული მოხდა. გააჩნია რა მასალაზეა საუბარი და როგორ არის ეს ყველაფერი. აქ ნუ შედევრებზე საუბრობ. ყველა იგებს, აბსოლუტურად ყველა იგებს იმას, დიდ ხელოვნებას აბსოლუტურად იგებენ. საქართველოში ჩემი აზრით იყო პრეცედენტი, როდესაც GDS-მა გადაიღო ძალიან მაღალი კლასის სერიალები, რომლებიც ალბათ შეიძლებოდა ყოფილიყო საექსპორტოდ წარმატებული. სამწუხაროდ შემდეგ დაიხურა ეს სერიალები, კი. კოსტიუმებით ყველაფერი. დანარჩენ სერიალებზე უკაცრავად, ალბათ აქ ფინანსებია საჭირო და თუმცა იმედიც ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელიც ყოველთვის ძალიან მაღალი რეიტინგის სარგებლობდა და ერთგვარი აფეთქება მოახდინა ქართულ სიტკომში, ეს იყო შუა ქალაქში. პირველი ფაქტი იყო ჩემთვის, როცა შევდიოდი სხვადასხვა ადგილას, რაღაც მარკეტებში და დისკების კი ძალიან ისეთი დიდი სიხშირით იყიდებოდა კიდევაც. და რა მომწონდა შუა ქალაქში? დროის დინამიკის ასახვა. აი რა ხდებოდა იმ პერიოდში, რო გადახედავ, შეიძლება შენ თავზე ყველაფერი არ გახსოვს, მაგრამ შუა ქალაქის სერიალიდან მოყოლებული ხედავ დინამიკაში, როგორ იცვლებოდა ჩვენი ცხოვრებაც ამ სერიალში. ოთარ, შენი ცხოვრება როგორ იცვლებოდა შუა ქალაქის პარალელურად? ჩემი ცხოვრება იცვლებოდა, რა თქმა უნდა, ნუ თავიდან ძალიან უცნაური იყო ზოგადად რომ გამოვჩდი ტელეეკრანზე. ამ სერიალს აკეთებდნენ ძველი კავენშიკები, ასე ვთქვათ. ეს იყო ღამიშოუ სტუდია, სადაც სცენარისტიც, პროდიუსერიც, სულ ყველა იყო ყოფილი კავენშიკი, ყოფილი მანსანკანელი. სრულად შემთხვევით გავიგე, რომ იღებდნენ სერიალს, რაღაც ჩვენი შეხვედრა მოხდა, სულ სხვა მიზეზის გამო. და მე მითხრეს რომ აი რაღაც ეპიზოდებშიო თუ მოხვალო რა ექიმი რო დაგჭირდესო ითამაშებო ექიმსო და რატომაც არა მე ვთქარი ხო გახსოვთ მე არ ვიცი რა რატო გადაწყვიტეს უცებ დამიძახეს რომ კასტინგი გვაქვს და მაგრამ მოდიო შენცო და რაღაც სიტუაცია გავითამაშეთ რა ძალიან ნერვიულობდი როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ რაც სერიალში აი ეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა იმით რომ პაციენტები წამოვიდნენ სხვათა შორის იცი რა არის რომ მეგონა რომ ეს ცუდად იმოქმედებდა ჩემზე როგორც ექიმზე არც თქვათ ასე იყო იმიტომ რომ ერთადერთხელ მახსოვს შემთხვევა მქონდა ამ წლების განმავლობაში როცა პაციენტმა თქვა რომ მე თქვენო ძალიან დიდ პატივს ვცემთო ძალიან მიყვარხართო მაგრამ როგორც ექიმს ვერ აგიქვავთო და ანუ თქვენთან გამოკვლევაზე ვერ დავწვევიო ანუ აი პირიქით მოხდა ხო ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი ხო და რაც არ უნდა გავაკეთო მოკლედ აი იმ სერიალის მერე ხო დაუშვათ შოუც მიმყავდა ერთ გადაცემაში ვიყავი ხო ეხლა დილის გადაცემაშიც ვარ ლოტოც მიმყავდა ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთე მაგრამ არ შანსი არ არის და ამიტომ მესმის მე მსახიობების რომლებიც ამბობენ რომ სერიალში თამაში დაუშვათ მას ეხლა მე ექიმი ვარ და დამიძახონ ირაკლი რატო უყვარდა ხალხს პროდუქტი რომელშიც თქვა მილიონები არ იხარჯება მაგრამ იყო ნამდვილი იყო ის რაც ყველას უნდოდა რომ ენახა გუნდი შეიკრიბა საკმაოდ კარგი მსახიობებიდან დაწყებული სცენარისტებიდან ოპერატორებიდან უცბად აი ესე მოხდა ყველაფერი რომ მართლა ყველაფერი კარგად დაიწყო და ასაკი არ ქონდა ამ სერიალს იმიტომ რომ ახლა როცა გირეკავი და გეუბნებია რომ ძალიან გთხოვთ საბავშვო ბაღში გვინდა რომ მიგიყვანოთ საბავშვო ბაღში ახლა სულ პატარა ბავშვები არიან ხო და
რატო უნდა მივიდეთ ახლა იქ მასწავლებლებს ხარ უნდა შეხვედრა მე მივიდეთ და ბავშვები ის ანუ ეს ბავშვები გცნობთ ხო ეს ბავშვები საყვარელი გმირები ხო ასაკოვანი ახალგაზრდა ყველა მთელი მე მშობლებს პირიქით უფრო მშობლებს უხაროდათ ამ შემთხვევაში ხო მშობლებსაც უხაროდათ და ინტერნეტით უყურებდნენ კიდე მე არა ხო ანუ ბავშვებიც გცნობთ კიდე აქედან მივესალმოთ ამ შემქმნელებს დათო გიჩაიშვილს ირაკლი კაკაბაძეს კოხის ვანუჭელიძეს ყველას ვინც მართლა ძალიან ღირებული პროდუქტი ხმუნდა შუა ქალაქზე როცა საუბრობთ არის ფრენცის ანალოგი ხო აქ ანუ ყველაფერი მით უმეტეს თავიდან ძალიან აი ესე იწერებოდა რა გათვლილად ანუ ისედ მათი ასე ვთქვათ დაკვირვების ქვეშ ყველანაირი წესით დაცვით რომ ასე უნდა იყოს არსებობდა აი ისტორია ბ ისტორია c ისტორია რომელიც მე ხო ყველაფერი ანუ ეს ამან სადაც იმუშავა იქ აქაც იმუშავა და შესაბამისად ასეთი სახის პროექტი სხვაგანაც იმუშავებს რა უბრალოდ ანუ რაღაცა ფორმულა არსებობს რომელიც ყველაფერს ერგება მაგრამ ამ ფორმულაში არის რაღაც რომელიც აი ის რომელიც ჩვენ ამ ქვეყანას ჭირდება და ეს ის ჭირდებოდა რა აი როგორც თქვით ხო აი ყველა აი რო გადახედოთ 10 წელი გადიოდა ხო შუა ქალაქი როგორ ქვეყანა როგორ ვითარდებოდა და რა ემართებოდა თუ ვარდნა ქონდა ყველაფერი არის ამაში რაც არ იყო კიდე ის კი რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე ისიც კი როცა არ არსებობდა შუა ქალაქი ერთი ძალიან მაგარი მე მაშინ არ ვიყავი როცა იყო 90-იანი წლების აი უმაგრესი სერია იყო შუა ქალაქის როცა იყო თითქოს 90-იანი წლებში როგორ ცხოვრობდნენ ეს პერსონაჟები რომლებიც ეხლა უკვე ძალიან ცნობილი და ესეთი ამ თანამედროვეობაში ცხოვრობდნენ ხო ის ძველი ისტორიაც კი იდო აქ საიდან მოვდივართ რომ გვეცოდნოთ ტელევიზიო ფილმი ცხელი ძაღლი მაინც მეგონა რომ საზღვარგარეთ გაიყიდებოდა ეს არის ცხინვალე ფილმი ეს არის ფილმი რუსეთში გაიყიდა მამა ჩემი და მე იყო ეგ და მგლების ხურუმი თუ არ ვცდები ეს ორი გაიყიდა ნამდვილად მახსოვს პირველი პრეცედენტი იყო ტიფლისი როცა ყველა კოსტიუმი ყველა რეკვიზიტი ყველა აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა ხელით იღებდნენ საოცარი ტექნიკით ნუ GDS-ის დახმარებით და მადლობა მინდა მოუხადო მას, მადლობა მინდა პირველ რიგში კიდე მოუხადო ლევან დაბრუნდაშვილს, რომელიც იყო ამის სულის ჩამდგმელი რეჟისორი, მთავარი რეჟისორი და ყოველთვის მონდომებული იყო, რომ გაკეთებული იყო ქართული პროდუქტი. და მან ჯანო და გიორგი, თქვენ ტიფლისში თამაშობდით ხო? შენ ტიფლისში არა, მე არა. ჯანო თამაშობდა ტიფლისში. რაც საინტერესო მოხდა ჩემს შემთხვევაში ამ ტიფლისში რომ ამიყვანეს როლზე დამიბარა ბატონმა ლევანმა დაბრუნდაშვილმა რაღაც კასტინგი იყო და მითხრა რომ ფილმია კომა ვნახეო რა ხატრული ფილმი რომელიც აჩიკავთარაძემ გადაიღო ფილმი და ვიფიქრე ნუ რადგან კომა ნახა ეთყობა რაღაც აი ამ დაგვარია რაც გჩვევია ჩვენ საერთოდ თავიდან მეგონა ეს ამბავი და მე მეუბნება რომ თავადი უნდა ითამაშო ჯერ მე და მე თავადი ახლა წარმოგიდგენია და ანაირ თავადი როგორ ამბავი და დაიწყო ანუ დამტკიცებული ხარ გრიგოლ მიქელაძის როლზე და მითამაშე მთელი პირველი სეზონი ყველა სერიაში აქტიურად ვიყავი მე მეორე სეზონშიც და მე რა მომიტანა რა თქმა უნდა სერიალი რომელიც თურმე აღმოჩნდა რომ მთელი ქვეყანა უყურებს და არა მარტო მთელი ქვეყანა სრულიად გაიყიდა ხო სოფლიო არ ვიცი მე გაიყიდა თუ არა მან ჩახედული არა ვარ მაგრამ ბავში მაგრამ დღემდე იყო და არის ეს მომენტი რომ ხვდებიან ტიფლისი როდის გაგრძელდება ნუ გაგრძელდება არ ვიცი ნუ ეგ ჩემი საქმეა ბიჭებო თქვენთან მეკითხვა შეკითხვა აი კარგი ინდური სერიალიდან გიორგი რომ მიგიწვიან ეს ინდურ აი მრავალ სერიალში ოღონდ კარგი დაფინანსებით რაინაზე ვილაპარაკო ჯერ აქედან დავიწყოთ ინდურ სერიალში რომ მოგიწვიან ახვიდე, იმიტომ რომ შემოსავალია აქედან დავიწყოთ. არავინ არ თქვას რომ ეს ხერხულია ტეხავს ფშილებში და არაფერი არ ტეხავს რა. თუ ფინანსურად შემოსავალში გაგამხრებში გაგმართავს, რატო არა? მე არავინ არ თქვას რომ გამოცდილებას არ მოგცემს. როგორი ჩამოყალიბებული მსახიობიც არ უნდა იყოს, ყოველი ახალი რაღაცა ნაბიჯი და ეს არის გამოცდილება და უფრო მეც შენ თავს შემატებ და ასე შემდეგ. სხვა თუ არაფერი არ არის, რატომ არა სერიალი? არ ვიცი, ინდურში რა ენაზე უნდა ვილაპარაკო, უბრალოდ ფაქტები თუ რაღაცები შეიძლება იმოძრაო. რაცა უნდა შემიძლია იმოძრაო, ხო, რაღაცები შეიძლება თავის გაკეთება რა აი გაგიჭირდება, ეგ არის. და მაქედან მე თუ არა და მაშინ ამოვარდები პეციდან, გაიგე? აბსოლუტურად სხვა სკოლა შეიტანა. არა ლაპარაკეთ რომ მე მაინც კარგია ეს სერიალები, მაგრამ მე მაინც ბრაზილიური სერიალები დამაკლდა რა. მაიშკუ კიებრაჟი, მუნდა ეს მაკლია რეალ თუ ეს კარგია სერიალები.
ძალიან საერთოდ სერიალები არ მომწონს, იმიტომ რომ მე თუ არ თამაშობ, არ მომწონს არაფერი საერთოდ. ხალხ შორის ინდურ პროდუქციაზე და ზოგადად ინდურ კინო წარმოებასთან ძალიან ახლო კავშირი აქვს ირაკლის, რომელიც არაერთხელ ჩამოყალიბდა, ანუ უკრაინაში ნამდვილად არც მოველოდებოდი, ანუ ამ შემთხვევაში არ არის სერიალზე საუბარი და ეს არის მხატვრული ფილმი, რომლის გადაღებასაც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ ამავდროულად, როდესაც საუბრობდით ინდოეთზე, ანუ ჩვენ უკვე ბოლო 6-7 წელია საქართველოში ძალიან ხშირად ვიღებთ ინდურ ფილმებს, ანუ ეს არის ჩემი ძირითადი მიმართულება, ინდური ბაზარი და ძალიან მოხარულია, რომ საქართველო გახდა ძალიან პოპულარული ადგილი, როგორც პლატფორმა ან ლოკაცია იმისთვის, რომ აქ გადაიღონ ფილმები და ძალიან ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ტიპის უკვე სერიალების გადაღებასაც იწყებენ და სხვათა შორის კასტინგი არის საკმაოდ ხშირად აცხადებენ და ძალიან ბევრი მსურველი არის. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი და თუ დაგჭირდებათ კასტინგზე მოვალ და ვითამაშებ ჩემი უსაყვარლესი ფილმები იყო ბობი, გიждდებოდი ჯუნგლების მეფეზე. აჰა, ცოდნია ადამიანს. გასაპარაკობს ყველაფერი. დისკოს მოცეკვავი და მერე გააფუჭეს. თუ ანუ შემდეგში აუცილებლად, როდესაც ექნებათ კასტინგი ინდურ ფილმზე, აუცილებლად დაგიძახეთ. ლელა, შენ პირველი შენი სერიალი იყო შუა ქალაქში, ხო? და მერე უკვე ჩემი ცოლის დაქალები და ნუ აქედან განიცნო დეტექტივები. ჩემი პირველი სერიალი იყო საპონი, ესეთი სერიალი იყო, რომელიც ამარხზე გადიოდა. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ზოგადად მე თვითონ არ ვარ სერიალების მაყურებელი, არც ერთ სერიალს არ უყურებდი, რომელშიც ვთამაშობდი და ვთქვათ მანამდე სანამ დავიწყებდი თამაშს. შუა ქალაქში უკვე დაწყებული იყო, მე მგონი 2 სეზონი, მესამე სეზონში მივედი. მე რომელიც ნანახი არ მქონდა და ყველა დამცინოდა როგორ შეიძლება რომ ამ სერიალს არ უყურებდო, იმიტომ რომ ყველა გიждდებოდა მთელი საქართველო ამ სერიალზე, როცა დამიძახეს ჩემმა მეგობრებმა ძალიც მიმიყვანეს, რომ არ არსებობს, როგორ არ უნდა მიხვიდაო და მართლა მადლობა მათ და ყველას, ვინც დამითანხმა. ჩემი წამოსვლა ჩემი ცოლის დაქალებიდან რაღაც ცოტა სკანდალურად იწერებოდა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, ანუ არ გწყდება ეხლა გული, რომ აღარ ხარ ჩემი ცოლის დაქალები. სიმართლე რომ გითხრა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ შუა ქალაქშიც ვიყავი რაღაცა პერიოდი, 2 წელი და დამთავრდა სკანდალურად წამოვედი, არ წამოვედი სკანდალურად. მაგრამ თქვათ თიკა აღარ ვიყავი მაყურებლისთვის და მე იყო დეტექტივები რომ პირდაპირ იქ დამიძახეს და დავიწყამ დეტექტივებში თამაში და მე გამიმართლა რომ ჩემი ცოლის დაქალებში დამინახეს და კატო ჩემთვის იყო გამოწვევა იმიტომ რომ უკვე ნათამაშები პერსონაჟი უნდა მეთამაშა კატო ხარ მაყურებლისთვის იმიტომ რომ ხშირად მაგალითად გამიგერო აი არ ამგონია იმიტომ რომ ეხლა კატოში ვიყავი და კლიშე არ ზდევს ხოლმე ლელა არა არ მსმენია ქართული სერიალები ზოგადად მე ვფიქრობ, იმიტომ არის კარგი და იმიტომ უყვარს მაყურებელს, რომ ისინი ხედავენ თავის მეზობელს, თავის მეგობარს და ანუ რეალური სერიალებიდან განსხვავებით, სადაც ჩვენგან განსხვავებული რეალობაა და უფრო ზღაპარივით უყურებთ, ქართულ სერიალს ჩვენ უყურებთ როგორც გარედან დანახულ ჩვენ ცხოვრებას. ალბათ ანუ ასევე მოიპოვო საინტერესო როლი, ამასაც გამართლება ჭირდება მე. დიდი გამართლება რა თქმა უნდა. ერთ დავამატეთ შეიძლება? ზანეთ ბატონო ერმალო. ერთი რუსული სერიალი იყო. სადაც თუთა მითამაშა სტალინი. სკინვალეთ. არაჩვეულებრივი კი ბატონო. არაჩვეულებრივი თუთა დენაცვალე. ნახე რაღაცი. ნაპატია და თქვენ ეგეთ სერვერს მე ვეღარ ეთამაშებთ. ეს იყო სკინვალე. შემახსენე რა ფილმი იყო? თუ შეიძლება მითხრა რა ფილმი იყო? ვიღო ეს. ოლეგ მასარიგინი იყო ტადაროსკების ოჯახი იყო პროდიუსინგში და ფილმს ერქვა სტალინის ცოლი. და რა შეიძლება ანგლის სერიალებს ხო? იარსებობს ბატონო, იყო სერიალები. ჩვენ არაფერი წინააღმდეგ არ გვაქვს, მაგრამ არ იმოქმედო ცუდად ხალხზე. კი ბატონო, აი როგორი სერიალიც ახსენეთ ახლა თუთა შესრულებული სტალინი. რა თქმა უნდა, ასევე დეტექტივები მახსენდება ძალიან კარგი ხარისხიდან, ტექნიკურად კარგად გაკეთებული არა, მე საპონიდან დავიწყე, არაფერს არ ვერჩი იმ სერიალს, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდებით და ძალიან დიდი ნაბიჯი შეიძლება სოფლიო ბაზარზეც გავიდეთ. ნიკა წულუკიძეს მინდა ვკითხო, აი შენ როგორც თეატრმცოდნე, როგორც კინომცოდნე, გითხარი რა სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის და რატოა მაგალითად სერიალების მიმართ დამოკიდებულება მაყურებლის უფრო ამდენად აქტიური, ვიდრე თუნდაც სპექტაკლი. რომელიც სანამ ნიკა დაიწყოს, იყო სცენარისტი, ხო არ ვცდები? შუა ქალაქის სცენარისტი ხო იყო? მე უფრო მახსოვს გოგონა გარეუბნიდან, სადაც ნიკა წერდა ისეთ ეპიზოდებს, რაც მე ვფიქრობ, რომ ამ სერიალის ეგრეთ წოდებული მთავარი
ჰიტები იყო. პირველ რიგში, როცა დაიწყო თავიდან სერიალები, მსახიობები იმართლებდნენ თავს, რომ თანხმდებოდნენ მონაწილეობას. გვიჭირს და რა ვქნათ, ანუ ეუხერხულებოდათ მათ სერიალებში მონაწილეობის მიღება. დღეს თითქმის არ არსებობს მსახიობი, ყველაზე ისეთი წარმომადგენლობითიც კი, რომელიც დიდი სიამოვნებით არ დათანხმდება სერიალში მონაწილეობას. ჩემი დამოკიდებულება ეხა მოგახსენებთ. მიშა თუმანიშვილი სულ ეუბნებოდა რომ უყურეთ სერიალებს და ნახეთ როგორ მუშაობენ. ჩვენი თაობის აბსოლუტურად უმეტესობა მსახიობმა პოპულარობა მოიპოვა სერიალებით, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, როდესაც რაღაცა ძალიან გახმაურდება პერსონაჟი და უკვე პერსონაჟის სახელს გეძახიან, რაღაცა ჟესტიკულაცია, მანერა, გმირი გაქვს შექმნილი, მერე ძნელია რომ ამას გაექცეს. ყველა მსახიობები ვართ, რომლებსაც უმრავლესობა სერიალში გვითამაშია და ჩვენთვის დიდი ბედნიერება, როცა ვიღაცა მაყურებელი უცნობი გვეტყვის, რომ მე თქვენ სპექტაკლზე ვარ დამყოფი და ის როლი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში მოგმართავენ როგორც კატოს, გოგას, რობერტას და ასე უფრო დიდი კომპლიმენტი. ხელები უნდა დაუკვოთ. იმიტომ რომ დიდი შრომაა ჩართული მსახიობებში. ნახულობს სხვადასხვა როლებში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. სერია რო გავიდოდა, დავწერდით ხო ფრაზას, მაგალითად მუშაობის პროცესში. ფრაზას დავწერდით და ვენიძლავებოდით სცენარისტები ერთმანეთს, რომ ეს ფრაზა ერთ კვირაში და თეატრალურში ან რაღაცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ქუჩაში გახვიდოდი და უცბად შენი დაწერილი ფრაზით მიმართავდნენ ერთმანეთს. ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს, რაზეც ზიმა და ეკა საუბრობდნენ. ამიტომ მე მინდა რომ განვითარდეს სერიალები, თუმცა რაც შენ ახსენე, ჩვენ შევძლებთ თუ არა, რომ იმპორტი ვაწარმოოთ, ხო? ექსპორტი ვაწარმოოთ, უბრალოდ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს ამ ყველა რა გვიშლის ხელს? პირველი არის ფინანსები. მეორე არის რესურსის სცენარისტების. ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის მოიფიქროს სცენარი. მერე ყოველთვის უმეტესი სერიალი, რომელიც წარმატებული იყო ტრანსფორმირებული სხვა ლიტერატურულ პირველ წყაროზე დაყრდნობილი, რომელიც ან ევროპული იყო, ან ამერიკული, ან სხვა. იმის გადმოქართულებაა პრობლემა. და კასტინგი ხალხო ძალიან ძნელია. ვერ მანახებთ მსახიობს 1% ქართულ თეატრში, რომელიც ქალი კაცს აკოცებს ეთერში და ეს არ იქნება გამაღიზიანებელი და ხელოვნური. კოცნა არ იციან ჩვენმა მსახიობებმა სერიალში, რომ არა. ანუ სიყალბე, რაც ყველაზე მეტად ვერ იტანს სერიალი. მსახიობები ალბათ აი კინოში თუ გადამიღებენ იქ სექსითაც დავკავდები, ასე უდგებიან საკითხებს და სერიალებში კოცნაზეც არ თანხმდებიან. ეხლა ყველაფერზე არა, მე მგონი აღარ არის ესე. მე მგონი მართლა ყველაფერზე თანხმდებიან უკვე და ვფიქრობ მსახიობისთვის ძალიან ნორმალურია. ყველასათვის საყვარელი სერიალების ჩემი ცოლის და ქალების და ხელოვნური სუნთქვის შექმნელების ამ სტუდიაში არ ყოფნა ჩვენთვის რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მაგრამ ამავდროულად გასაგები კიდე ერთხელ ვადასტურებთ თითოეული ჩვენგანის პატივისცემას მათ მიმართ, ვინც ესეთ ღირებულ პროდუქტს ქმნის.